ქალბატონო ფონ დერ ლაიენ, ჩვენ აღარ ველით თქვენგან არაფერს, მაგრამ როგორღაც მაინც ახერხებთ ჩვენს იმედგაცრუებას. ენერგეტიკული კრიზისისა და განახლებადი ენერგიების ფიასკო შემდეგ ვეგონა რომ საკუთარ პოლიტიკას გადახედავდით, მაგრამ კიდევ უფრო შორს წახვედით. თქვენი უზარმაზარი სესხის ხარჯების მკვეთრი ზრდის შემდეგ გქონდა იმედი, რომ გონს მოხვიდოდით, მაგრამ ახლა კიდევ უფრო აბსურდულ ბიუჯეტს გვთავაზობთ 2 ტრილიონი ევროს ოდენობით. სამართლის უზენაესობაზე ჩატარებული ლექციების შემდეგ ველოდით, რომ Pfizer-თან პირად მიმოწერას გამოაქვეყნებდით, როგორც სასამართლოებმა დაგავალეს, მაგრამ სამართლის უზენაესობა თქვენთვის არ არსებობს. ის მხოლოდ სხვებისთვისაა. დონალდ ტრამპის არჩევის შემდეგ ვეგონა რომ თქვენი ანტიტრამპული პოზიცია ერთხელ მაინც ევროპის ინტერესებს დაიცავდა, მაგრამ თქვენ ბრძოლაც კი არ სცადეთ და ახლა ხელს აწერთ მერკოსურის შეთანხმებას. იმ დროს, როცა საკუთარ ეკონომიკურ საქმიანობას ზედმეტად არეგულირებთ. ქალბატონო ფონ დერ ლაიენ, ეხლა გიყურებთ და არც კი ვიცი საერთოდ გესმით თუ არა ჩემით. თქვენ არასდროს შეიცვლებით. იდეოლოგი ყოველთვის იდეოლოგად დარჩება. ტექნოკრატი ყოველთვის ტექნოკრატი იქნება. დღეს ევროპელი ხალხი ერთ რამეს ელოდება თქვენგან, გადადგომას. გამოიწერე და გაიგე ამბები ლიბერალური ცენზურის გარეშე.